ორი ადამიანი მოხვდა ავარიაში. ერთმა დაეზიანა მხარი, მეორემ დაეზიანა მთელი სხეული და არის ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაში. მოტეხილი აქვს ფეხები, ხელები, დაზიანებული აქვს შინაგანი ორგანოები და ასე შემდეგ. ეხლა რომელი ადამიანი განიკურნება უფრო მალე? რა თქმა უნდა, ადამიანი, რომელმაც მხოლოდ მხარი დაეზიანა, ხო? მაგრამ მეორე ადამიანს დასჭირდება ძალიან დიდი დრო იმისთვის, რომ განიკურნოს. ეხლა წარმოედგინეთ, რომ მეორე ადამიანი უარს იცახის განკურნებაზე, ანუ არ უნდა ოპერაციები, არ უნდა წამლები და არის სასტიკ უარზე, რომ თავი დამანებეთ. და ნებდება. რა დაემართება? დატოვებს ამ ქვეყანას, რა თქმა უნდა. ასეა სულიერი ტრამვებიც. რაც უფრო ღრმა არის ჭრილობები, მით მეტი დრო ჭირდება ამ ტრამვების მოშუშებას. მაგრამ საქმე იმაშია, რომ სამწუხაროდ ბევრმა ადამიანების უმეტესობამ არც კი იცის, რომ ტრავმირებულია. ანუ ჩვენთვის ტრავმა დაკავშირებულია მარტო ფიზიკურ ტრავმასთან. ანუ როცა რაღაცა დაგვემართება, ეგრევე გავარბივართ ექიმთან, ყიდულობთ წამლებს, მივდივართ აფთიაქში, მაგრამ ჩვენი სულიერი ტრავმების მოსაშუშებლად არაფერს არ ვაკეთებ და ეხლა მაქვს კითხვა შენთან, ვინც მიყურებ, აი, რა გაგიკეთებია შენი სულიერი ტრავმების მოსაშუშებლად? რამე გაგიკეთებია? მაგრამ ხელს რო გაიჭრი, ეგრევე გარბი ხარისხაო, ალკოჰოლს იხო ხელს და ელოდები როდის მოშუშდება. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ნაკო. ვიდეოებს ვწერ მხოლოდ ერთი მიზნით, რომ მინდა ხალხს დავეხმარო. რომ ხალხმა გაიგოს, რამდენად კარგია, როცა სიმშვიდეს პოულობ, შინაგან სიმშვიდეს პოულობ და რამდენად იცვლება შენი ცხოვრება, როცა აი ამ სიმშვიდეს ემორჩილები. იმდენად მივიწყებული აქვთ ადამიანებს სული, რომ ვერც კი ხვდებიან, რომ სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ იტანჯებიან და ცდილობენ ყველაფერს და არაფერი არ გამოსდით. ფიზიკური ტრავმები და სულიერი ტრავმები არის ერთი. ანუ რო აღნიშნე, რომ მეორე ადამიანი დანებდა, არ იღებს არანაირ მკურნალობას, არ უნდა ოპერაციები, უბრალოდ თავი დამანებეთ. სწორედ ესეა სულიერი ტრავმების განკურნების უარყოფა. რა მომენტია, იცით? თქვენ ხელზე ფიქრობთ, რამე დაგემართებათ და ეგრევე გარბი ხართ ექიმთან, გარბი ხართ აფთიაქში, ვირუსი შეგეყრებათ, გარბი ხართ ყიდულობთ წამლებს, მაგრამ სული მივიწყებული გაქვთ. ეს არის მომენტი, როცა თქვენი სხეული დედამიწაზე დევს. უბრალოდ დევს, რომ იყოს ცოცხალი იქამდე, სანამ დრო არ მოვა წასვლის. იმიტომ რომ ბედნიერება, წარმატება, სიყვარული, ყველაფერი კარგი მოდის მაშინ, როცა სულიერად ხარ მშვიდად. ყველაფერი მოდის აქედან. როცა იცი შენი ტვინი როგორ მართო, თელ შენ ცხოვრებას მართავ ისე როგორც შენ გინდა. ცხოვრება კი არ გმართავს შენ მართავ ცხოვრებას. და ადამიანებს ამის გაგება არ უნდათ. შეიძლება კითხულობ უამრავ წიგნს, შეიძლება უყურებ ვიდეოებს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში, რასაც ისმენ და რასაც უყურებ, გადმოგ აქ. ეს იცით რა მომენტია, რომ გინდა ცურვის სწავლა და კითხულობ, როგორ ვისწავლოთ ცურვა, მაგრამ არაფერს არ აკეთებ ამისთვის. ცურვა რო ისწავლო, უნდა წახვიდია ზღვაზე, ან აუზზე, ან სადმე რო ივარჯიშო, ხო? სწორედ ესეა, განკურნების პროცესიც, მარტო კითხვა და ყურება არაფერს არ უშველის, თუ არ გააკეთეთ. და როცა სულიერად ბედნიერი არ ხარ, არაფერი არ შეიცვლება. იგივე სიტუაციები განმეორდება, რაც ჰქონდათ ადრე. მერე გვიკვირს, რატომ მეორდება ერთი და იგივე სიტუაციები ჩემს ცხოვრებაში? იმიტომ რომ როცა ერთხელ რაღაცა გადავიტანეთ, ხო? და კიდე რომ ხვდებით მერე იმ სიტუაციას, ზუსტად იგივე მეთოდით ხვდებით, როგორითაც შევხვდით წინაზე, არაფერს არ ვაკეთებთ, რომ რაღაცა შევცვალოთ, ხვდებით? იმისთვის, რომ ახალი ცხოვრება დავიწყოთ, ძველი უნდა გავუშვათ. როცა რაღაცას ასე ვეჭიდებით და არ ვუშვებთ, ახლისთვის კარი დაკეტილი გვაქვს. აი სიტყვაზე ვიღაცა ადამიანი გამოჩნდა თქვენს ცხოვრებაში. და თავიდანვე მიხვდით, რომ რაღაცა რაღაცა ვერ არის. მაგრამ მაინც ასე რაღაცნაირად შემოუშვით თქვენს ცხოვრებაში. და ეს ადამიანი დარჩა თქვენს ცხოვრებაში, რაღაცა გარკვეული დროის განმავლობაში, შეიძლება მთელი ცხოვრება დარჩეს. და გაგაუბედურათ. და მერე ღმერთს ემდურით, რომ ღმერთო, რატო გამომიგზავნა ეს ადამიანი? ღმერთმა თავიდანვე განახათ. ღმერთმა თავიდანვე მოგცათ ნიშნები. როცა ვიღაცა მოდის ჩვენს ცხოვრებაში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა უნდა დარჩეს ჩვენს ცხოვრებაში სამუდამოდ და რაღაცა გარკვეული დიდი დროის განმავლობაში. ხანდახან ღმერთი ადამიანებს გვიგზავნის რაღაცა მოკლე პერიოდით, რომ რაღაცაში დაგვეხმარონ, ან მათ ჭირდებოდა ჩვენი დახმარება. მაგრამ მე ჩვენ ამ ადამიანებს აღარ უშვებთ, თუმცა ვიცოდი თავიდანვე, რომ ეს ადამიანი ჩემი არ არის. მაგრამ მაინც ესე შემოუშვით ჩვენში, დავტოვეთ ჩვენს ცხოვრებაში და მე გვიკვირს, რომ რატომ იგზავნი ესეთ ადამიანებს ღმერთო? არიან ადამიანები, რომლებსაც გვიგზავნის ღმერთი იმისთვის, რომ ვიყოთ მთელი ცხოვრება მათთან.
და ეს არის უკვე თავიდანვე ნათელი, ხვდები რა, რაღაცნაირად ხვდები, როცა ვიღაცას შეხვდები, გინდა მეგობარი იყოს, გინდა პარტნიორი იყოს, გინდა მომავალი მეუღლე იყოს, ვიღაცას რო შეხვდები, ენერგიით ხვდები, რომ ეგ ადამიანი ჩემია. და მორჩა, ეგ არის შენი. მაგრამ როცა ვიღაცას ხვდები და თავიდანვე რაღაცა არ არის, რაღაცა გრძნობთ, რომ არაკომფორტულად ხართ. რაღაცა ენერგია არ მოგწონთ, მაგრამ მაინც იტოვებთ ამ ადამიანს, ეგ არის ძალიან დიდი შეცდომა. როდესაც ვიღაცას შეხვდებით და თავიდანვე რაღაც არ მოგეწონებათ ამ ადამიანში, თქვენს თავს უთხარით, რომ ეგ ადამიანი არც ჩემი მეგობარი იქნება, არც ჩემი პარტნიორი იქნება, არც ჩემი მეუღლე იქნება. გამარჯობა, გაგიმარჯოს, იქნება ნორმალური ნაცნობი, რომელიც უბრალოდ ვიცი ვინ არის. ხანდახან ღმერთი გვიგზავნის გამოცდებს ადამიანების სახით. როდესაც ასეთ ადამიანს მიიღებ, რომელმაც საკმარისი ნიშნები მოგცა იმისთვის, რომ არ უნდა შემოგეშვა შენს ცხოვრებაში, ამით შენ ღმერთს ნიშანს აძლევ, რომ იცი რა, მე არა უშავს, მე კარგად ვარ ვიყო ასეთ ადამიანთან. და ესევე გრძელდება მთელი ეს მეგობრობის თუ ურთიერთობის ეტაპი, მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ რომ ღმერთს თქვენ ეს სიგნალი მიეცით. მაგრამ როცა თავიდანვე საზღვრებს აწესებთ და იძახით, რომ არავის არ მიუცემ მე ჩემი გაუბედურების და ჩემი გულისკენის უფლებას, ეს ადამიანი არავით ჩემთვის, ეს ადამიანი ჩემს ცხოვრებაში არ შემოვა. და ასე დატოვებთ ამ ადამიანს. მე შეიძლება კიდევ ვიღაცა გამოჩნდეს ზუსტად იგივე. იმაზეც უარს იტყვით. თავი მომაჭერით, უარს როცა იტყვით ესეთ ადამიანებზე, აი ზუსტად ის ადამიანი თუ არ გამოგიჩნდეთ, რაზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდით. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ზოგ ადამიანს ეშინია, რომ აი ეხლა მე თუ ეს გავუშვი, იქნება აღარავის აღარ შევუყვარდე, იქნება აღარავის აღარ უნდოდეს ჩემთან მეგობრობა და აი ჯანდაბას იყოს. მაგით იცით რას აკეთებთ? ხურავთ, კარს ხურავთ. ახალი სიტუაციების, ახალი რაღაცა მოვლენების შემოსასვლელად ადგილს არ ტოვებთ, იმიტომ რომ თქვენ უკვე რაღაცით შეავსეთ ეს თქვენი გული, თქვენ უკვე რაღაცით შეავსეთ ეს თქვენი ენერგია. ადგილი აღარ აქვს ახალს, რომ თქვენთან მოვიდეს. როცა კარს უკეტავთ, როგორ ელოდებით, რომ რაღაცა კარგი მოვა. ძველი უნდა გაუშვათ, ადვილი არ არის. ეს არის ძალიან რთული. მით უმეტეს თუ უკვე ხართ იმ ადამიანთან ან იმ სიტუაციაში, ძალიან რთული ამის დატოვება, მაგრამ მომენტიდან როცა იმას დატოვებთ, ცოტა ხანი შეიძლება ძალიან რთული იყოს და თქვათ, რომ აი შეიძლება ინანოთ კიდეც, რომ აი არ უნდა მექნა, აი არ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ თუ ცოტა ხანი მოითმეთ, აი პირობას გაძლევთ ხალხო, თუ თქვენი ცხოვრება ეს რადიკალურად არ შემოტრიალდეს, როცა მზად ხართ, რომ ახალი სიტუაციები და ახალი მოვლენები, კარგი სიტუაციები და კარგი მოვლენები მიიღოთ. როცა აი ესეთი მენტალიტეტი გაქვთ, რომ აი მე ეს ადამიანი არ უნდა გამეშვა, ნანობთ, მაგითაც ღმერთს სიგნალს აძლევთ, რომ იცი რა, მე კიდე ის მინდა. მე კიდე ისეთი მინდა, როგორიც მქონდა. ისევ ისეთი მოგივათ. მაგრამ მომენტი, როცა იტყვით, რომ მე ამაზე ბევრად კარგს ვიმსახურებ და თუ საჭიროა მთელი ცხოვრება დაველოდები, მაგრამ აღარასოდეს ჩემს ცხოვრებაში მე იგივე სიტუაციებს არ გავიმეორებ, იგივე ადამიანებს არ გავიმეორებ, აი დაჯექით, უბრალოდ დაჯექით და უყურეთ, როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება, როგორი ადამიანები მოვლენ თქვენს ცხოვრებაში. იცით რა არის, ღმერთს სიტყვებით არ ევედროთ, როცა ლოცულობთ და თუ ამას არ გრძნობთ, რასაც ღმერთს ევედრებით, ღმერთი ამას ვერ გაიგებს. არ გაიგებს. რისიც გჯერათ, ღმერთის სამყარო მნიშვნელობა არ აქვს. ისინი არანაირ ენაზე არ ლაპარაკობენ. იმათ ესმით თქვენი გრძნობები. როდესაც ევედრებით სიტყვაზე კარგ ადამიანს, გინდათ რომ ვიღაცა კარგი, ან მეგობარი, ან პარტნიორი, მომავალი მეუღლე მნიშვნელობა აქვს და როდესაც ღმერთს ევედრებით, როცა ლოცულობთ, ხო? იგრძენით. იმ მომენტში იგრძენით, რომ ის რაღაცა, რაც ასე ძალიან გინდათ, უკვე გაქვთ. იგრძენით, რომ ის ადამიანი, რომელზეც ასე ოცნებობთ, უკვე ყავთ, ეს გრძნობა მიეცით ღმერთს, რომ თქვენ ამას გრძნობთ, თქვენ მზად ხართ იმისთვის, რომ ეს შეიგრძნოთ, თქვენ მზად ხართ იმისთვის, რომ გაუშვათ ძველი და მიიღოთ ახალი. ამით იცვლით მთელს თქვენ ბიოლოგიას, თქვენ სხეულს ასწავლეთ,
რომ სიახლეების დროა. ანუ როგორც აღნიშნე წინა ვიდეოში, ჩვენ ყველა ტკივილი, ყველა ტრამა, სულიერი ტრამა გვეჭედება სხეულში. და როდესაც სიტყვაზე გვინდა რაღაცის გაკეთება, ხო? ანუ მე მინდა ახლა ავდგე და 20 წუთი ვიარო. წავიდე სპორტ დარბაზში, რაღაცა გავაკეთო, მაგრამ აი გეზარებათ ადგომა და ჩანდაბას არ გავაკეთებ. თქვენი ტანი გეუბნებათ, რომ არ გააკეთო, იმიტომ რომ ეს ჩემთვის ცნობილი არა, მე ეს არასდროს არ გამიკეთებია. მაგრამ როდესაც უკვე იწყებთ ტანის დაპროგრამა, მარტო ტვინს კი არ უნდა დაპროგრამება, ტანსაც უნდა დაპროგრამება. როდესაც იწყებთ ვარჯიშს, ხო, სიტყვაზე ძალიან გეზარებათ, აი რაღაცა ტანი უკან გითრევთ, აი ყველას აქვს ეგ მომენტი, აი ზუსტად ვიცი, ტანი უკან გითრევთ და მაინც გააკეთებთ, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ, შეიძლება აი შუალედში ძალიან გაჭირდება. რომ აი შეიძლება ანუ ძალიან დაიტანჯოთ, რომ აი აღარ მინდა, მაგრამ რომ არ გაჩერდებით. მე იცით რა მომენტია, უკვე თქვენს ტანს ასწავლეთ რაღაცა ახალს და მე თქვენი ტანი იმ ახალს მოგთხოვთ. აღარ მოგცემთ იმის უფლებას, რომ დაჯდეთ აი ესე ტელევიზორს უყუროთ და არაფერი არ აკეთოთ. მე ტანი გეტყვით, რომ აი მე გარეთ მინდა ახლა გასვლა. მე მინდა სპორტ დარბაზში წავიდე. თავისით უკვე ყველაფერი მოხდება თავისით. ყველაფერი არის დამოკიდებული პრაქტიკაზე. პრაქტიკაზე. აი ბევრი ადამიანი ვიცი, მეც ეგეთი ვიყავი. ბევრი ადამიანი, უმეტესი ადამიანი არის ეგრე. მეც ეგეთი ვიყავი, ანუ დავიწყებდი რაღაცას, შუაგზაში დავტოვებდი, ანუ мотивация მომივიდო და ესეთი წავიდოდი სპორტ დარბაზში, გავაკეთებდი რაღაც, რა ვიცი, იოგას, იმას, ამას, დავიწყებდი წიგნის წერას, ყოველთვის ვტოვებდი ყველაფერს შუაგზაში. იმიტომ რომ ჩემი ტანი უკან მithრევდა. რომ არ გააკეთო, მე ეს არ ვიცი რა არის, არ მინდა მე მაგის გაკეთება, მე მინდა ძველი ცხოვრება, მე მინდა დავჭდე და ვუყურო ტელევიზორს, ვუყურო სერიალებს. არ მინდა სიარული, თავი დამანები. ანუ ეგეთი მომენტია, ხო ხვდებით, მაგრამ როდესაც უკვე ატრენინგებთ თქვენს ტანს, ხო? თქვენს სხეულს. მე სხეული ეჩვევა ამ ახალ რაღაცებს და თვითონ მოგთხოვთ, მე ავტომატურად მოგივათ ეგ ყველაფერი. შეიძლება სპორტ დარბაზში არ გინდათ სიარული, შეიძლება არ გიყოს, სხვა რამე გააკეთეთ, გადით ყოველდღე იარეთ. სიარულს უკვე ისე მივეჩვე, მე არ გავდიოდი არსად. მთელი დღეები ვიჯექი სახში, ვუყურებდი ტელევიზორს 60 საათამდე, დილის 60 საათამდე და მეორე დღეს დილადრიან უნდა ამდგარ ვიყავი, წავსულ ვიყავი სამსახურში და მიკვირდა სამსახურში, რატო ვერაფერს ვერ ვაკეთებ, იმიტომ რომ ენერგია არ მქონდა. თელ ჩემს ენერგიას ვახარჯავდი ჯდომას და ტელევიზორის ყურებას. რაღაცა წიგნებს თუ წავიკითხავდი რომანსებს, კრიმინალებს და ასე შემდეგ. რაღაცა ხდებოდა, საკმაოდ არასასიამოვნო მომენტი ჩემს ცხოვრებაში, რაც ადრე უკვე გავიარე. ეხლაც მახსოვს ის დღე, ვიჯექი ეს ჩემს დივანზე და ვიყავი მეშტერებული კედელს. და ჩემს თავს ვუთხარი, მე იმ სიტუაციას აღარ გავივლი. გამორიცხულია. მე იგივეს აღარ გავივლი. და ჩემს თავს ვუთხარი, რაღაცა უნდა თავისით მოვიდა ეგ ყველაფერი, მე ეს არსად არ მომისმენია, იმიტომ რომ არასოდეს ამიყურები არანაირი мотиваციის ვიდეოებისთვის და არასოდეს არ წამიკითხე ფსიქოლოგიური წიგნები, რაღაც ფილოსოფიური ესეთი წიგნები, კითხულობდი სულ რომანსებს და კრიმინალებს, როგორც აღნიშნე, ხო? და ის დღე იყო, რომ ესე ჩემს თავს ვუთხარი, მორჩა, მე ის აღარ ვიქნები, რაც ვიყავი. მე უნდა გავაკეთო ის, რაც არასოდეს ცხოვრებაში არ გამიკეთებია. გავხსენი YouTube-ი, ჩავწერე мотиваციის ვიდეოები ინგლისურად. იმ დღიდან მოყოლებული უკვე თითქმის 2 წელია მე ეს არ შემიწყვეტია. მე ჩემს მანქანაში მუსიკებს აღარ უსმენ, მე სერიალებს და კინოებს აღარ ვუყურებ ძალიან იშვიათად. მანქანაში მე უსმენ мотиваციის ვიდეოებს, ვკითხულობ ფსიქოლოგიურ წიგნებს, როგორ განვითარდეთ და ასე შემდეგ. კრიმინალებს და რომანსებს მე აღარ ვკითხულობ. იმიტომ რომ მე ავარჩიე ახალი ცხოვრება. მე აღარ მინდა იმ ძველი ცხოვრებით ვიცხოვრო. ახალი ცხოვრება ბევრად უკეთესია. ძალიან რთული იყო. ძალიან რთული იყო. ცხოვრებაში იოგა არ გამიკეთებია. ეს არ ვიცოდი ნორმალურად რა იყო იოგა. მედიტაცია ცხოვრებაში არ გამიკეთებია. მედიტაცია მეგონა რაღაცა უნდა დამჯდარიყავი, წარმოგედგინე რაღაცეები. მედიტაცია არის მომენტი, როცა შენს ტვინს თიშავ. მეტი არაფერი არ არის მედიტაცია. თუ დაინახო რაღაცებს ძალიან კაი, ანუ მესამე თვალი გეხსნება. თუ ვერ ხედავ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აი მე მედიტაცია არ შემიძლია. მე არ ვაკეთებდი, იმიტომ რომ აი ვცადე 1-2 ჯერ და რახან არაფერი არ დავინახე, შენ ჭირი რაფერს ვერ ხედავ, რა აზრი აქვს. ეგ არ არის მედიტაცია. მედიტაცია კიდეს ირწყვილი არ არის. ხალხი ძალიან სკეპტიკურად უყურებს ამას. მედიტაცია არის ტვინის ამ ქვეყნიდან გათიშვა და 5 წუთიც, ხალხო 5 წუთიც რომ გამოეთიშოთ ცოტა ხანი აი ამ ცხოვრებას, აი ამ მატერიალურ პრობლემებს და რაღაცებს თავს იგრძნობთ აი ძალიან მაგრად 5 წუთიც რომ გამოეთიშოთ. ახლა წარმოიდგინე რომ ზოგი 3 საათი, 4 საათი აკეთებს მედიტაციებს. მაგრამ დაიწყეთ პატარით, 5 წუთით დაიწყეთ. უბრალოდ დაჯექით და
არაფერზე არ იფიქროთ. თავიდან გაჭირდება, ანუ ფიქრები მოდიან ესა, მაგრამ არის ძალიან ბევრი მედიტაციები, ანუ გაკვალიანებენ რა უნდა გააკეთო, თვალები დახუჭეთ, მოადუნეთ სახე, ამოისუნთქეთ, ჩაისუნთქეთ. სუნთქვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. როცა სუნთქავ ხო და აბა დააკვირდით ახლა როცა რაღაცა ცუდი გავიგეთ და მე გვითხრეს რომ დაწმარდით ყველაფერი კარგად. არას ვაკეთებთ? რომ ამოვისუნთქეთ, რომ მადლობა ღმერთს. და წარმოიდგინეთ, ეხლა ამას აკეთებთ ყოველ დღე. ჩაისუნთქავთ, ამოისუნთქავთ. ეს ტვინს აძლევს ბრძანებას, რომ ეხლა ყველაფერი კარგადაა. და ტვინი წყნარდება. მაგიტო არის რომ გვეუბნებიან, ღრმად ჩაისუნთქეთ, ღრმად ამოისუნთქეთ. სუნთქვის ვარჯიშები აკეთეთ ძალიან ხშირად. ანუ რას ვიძახდი ახლა ცოტა განვავრცეს. მოკლედ, რო დავიწყე სულიერი ცხოვრება, დავიწყე მედიტაციები, დავიწყე იოგა, დავიწყე წიგნების კითხვა ყველაფერი. იცით რა ხდება? იმდენად უკვე ჩემი ტანი მიეჩვია, ჩემი თავი, ზოგადად ჩემი ტვინი, ჩემი ტანი მიეჩვია ამ ყველაფერს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გამიჭირდა, რომ ეხლა უკვე მე არ შემიძლია ერთი დღე წიგნის კითხვის გარეშე ჩავალ. თუნდაც ერთი გვერდი უნდა წავიკითხო. შუა პერიოდში შევწყვიტე კიდეც. აღარც იოგას ვაკეთებდი, აღარც მედიტაციებს არ ვაკეთებდი. აი, მე გაჩებოდა რაღაცა უკან, რომ გაჩერდი რა, ანუ არაკომფორტულია, რას აკეთებ. ვაძალებდი ჩემს თავს, ანუ რამდენჯერ იოგას კეთების დროს, ანუ ძალიან ბევრი მიტირია, მაგრამ მართლა ვაძალებდი და ბოლოს აღარ შემეძლო და უბრალოდ შევწყვიტე. და მე რა მოხდა? ეს პატარა ტრენინგი ხო მივეცი ჩემს საკუთარ თავს, რაღაცა ვანახე, რომ რაღაცა კარგიც არსებობს. მე ცოტა დრო რო გავიდა, იგივე სიტუაციას რო დავუბრუნდი, ხო? მე ნელ-ნელა იცით რა მოხდა? მომენატრა ეს იოგის გაკეთება, მომენატრა სპორტ დარბაზში წასვლა, რომ უკვე ჩემმა ტანმა შეიგრძნო მაგის გემო ხვდებით და მთხოვა. ტანმა მთხოვა, რომ ანუ ჩემმა თავმა, ჩემმა გონებამ მთხოვა, რომ მომენატრა ეს. და მე რო გავაგრძელე აღარ შემიწყვეტია. ეხლა იოგას ყოველ დღე არ ვაკეთებ, არც არის საჭირო, მე მგონა ყოველ დღე უნდა გეკეთებინა. ძალიან ასე რომ ვთქვათ, ვაწვევოდით ჩემს თავს და მე ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ შეიძლება მაგიტო იყო ეგეთი რთული, რომ ყოველ დღე არ უნდა. ანუ ყველაფერი დაიწყეთ ნელა. ერთიანად არ დაიწყოთ. ნელ-ნელა დაატრენინგეთ თქვენი თავი. არ შეგეშინდეთ იმის, რომ აუ ერთი დღე არ გავაკეთე და აღარ აქვს აზრი. ყველაფერს აქვს აზრი. ერთი თვეც რო შეწყვიტოთ, გაგრძელებას მაინც აქვს აზრი. ერთი წელიც რო შეწყვიტოთ, გააგრძელეთ. აზრი აქვს, ყველაფერს აქვს აზრი, თუ კი ცდილობთ რაღაცის გაკეთებას. მედიტაციებს რაც შეეხება დაუბრუნდები ისევ ამ საკითხს, ძალიან გთხოვთ, გჯერათ, არ გჯერათ, არ დაარქვათ მედიტაცია. დაარქვით უბრალოდ სიმშვიდე. რა ვიცი, რაც გინდათ ის დაარქვით. თუ მედიტაციების არ გჯერათ და სკეპტიკურად ხართ განწყობილი, რაც გინდათ ის დაარქვით, ოღონდ გააკეთეთ. ბევრი არაფერი არ გინდათ ხალხო, უბრალოდ დაჯექით სიმშვიდეში, სიწყმარში, ჩაერთეთ რაღაცა წყნარი მუსიკა. თუ გაქვთ რამე მუსიკა, ოღონდ ჯაგაჯუგები და რეპები არა, რაღაც წყნარი მუსიკა სიტყვების გარეშე. ანუ სიტყვებმა რომ თქვენი ასე რომ ვთქვათ კონცენტრირება არ მოპარონ. რაღაცა წყნარი მუსიკა ჩართეთ, გადით გარეთ, ხის ძირას, ყველაზე კარგი არის ხის ძირას ბუნებაში, არის აი საოცრება. დაჯექით ბუნებაში, თუ გინდათ სახში მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მე გირჩევდით ბუნებაში, სადაც არის სიწყმარე და სიმშვიდე. დაჯექით ცოტა ხანი, უბრალოდ ცადეთ. დაახუჭეთ თვალები. გააკეთეთ ეს სუნთქვის ვარჯიშები 3-ჯერ, 4-ჯერ, 5-ჯერ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენჯერაც გინდათ, სანამ არ გაიაზრებთ, რომ აი ჩემი ტვინი ნელ-ნელა წყნარდება. მე მშვიდები ახლა. და არაფერზე არ იფიქროთ. იმ დონეზე რომ მივიდეთ, რომ არაფერზე არ ვიფიქროთ, სწორედ მაგისთვის ვაკეთებთ სუნთქვის ვარჯიშებს. როგორც აღვნიშნე, ღრმად რო ჩავისუნთქავთ და მე ამოვისუნთქავთ, ეს არის ავტომატური სიგნალი ტვინისთვის, რომ ყველაფერი კარგადაა. აი ხო ეგრე ხდება რეალობაში. მართლა ხო ეგრე ამოვისუნთქებთ ხოლმე რომ რაღაცა კაი მოხდა ან რაღაცა ცუცველით და ის ცუდი არ მოხდა და რაღაცა და სწორედ ამისთვის არის სუნთქვის ვარჯიშები. თუ მედიტაცია არ გინდათ, მარტო სუნთქვის ვარჯიშები გააკეთეთ. უბრალოდ დახუჭეთ თვალი და ისუნთქეთ, აჩექით, თვალდახუჭული და არაფერზე არ იფიქროთ საერთოდ. თქვენს თავს უთხარით, მე ახლა ვარ აი ამ მომენტში, ჩემი წარსული ჩემთან აღარ არის, ჩემი წარსული გაქრა, მომავალი ჯერ არ მოსულა, მე ვცხოვრობ აწმყოში. მე ვარ ახლა აი ამ პერიოდში, აი ამ წუთში ვარ მე აწმყოში. მე არ წარსული მაწუხებს, არც მომავალი. არაფერზე არ იფიქროთ და ცოტა ხანი ტვინი დაიწყნარეთ. და მე თვალს რო გაახელთ,
აი, დამიწერეთ კომენტარში, როგორ იგრძნობს თავს. თუ კი პირველად აკეთებთ. პირველად შეიძლება ისეთი ძალიან დიდი ძალა არ გქონდეს და შეიძლება ვერ კონცენტრირდეთ და მაინც რაღაცა ფიქრები მოდიან, მაგრამ ყოველდღე რომ გააკეთებთ, მე ნელ-ნელა უკვე ტვინი ავტომატურად გაგეთიშებათ. ანუ აღარაფერზე აღარ იფიქრებთ. იმდენად უკვე თქვენი ცხოვრების, თქვენი დღის ნაწილი გახდება, რომ იმდენად კარგი მომენტია ის, რომ აი რა კარგია, რომ აი არაფერზე არ ვფიქრობ. აი წარმოიდგინეთ, რომ გააქვთ გვალები, სესხები, ისინი ესენი მომავალზე ფიქრობთ, ბავშვების სკოლა, ესა და მაგრამ გააქვთ რაღაცა პერიოდი თქვენს ცხოვრებაში ყოველ დღე, რაღაცა თუნდაც 5-10 წუთი, რაც უფრო დიდხანს გააკეთებთ, მით უკეთესი, რომ აი ამ მომენტში არაფერზე არ ვფიქრობ. და მე ნელ-ნელა ტვინი წყნარდება და ეს ნეგატიური ფიქრები აღარ მოგდით. ეს ყველაფერი ხდება ავტომატურად. და კიდე რა გააკეთეთ? ძილის წინ თუ გააკეთებთ კიდე მედიტაციას, მედიტაცია შეგიძლიათ გააკეთოთ დღეში 3-ჯერ, 4-ჯერ. არ აქვს მნიშვნელობა. მე უბრალოდ გეუბნებით დამწყებებს, თუ კი არასდროს არ გაგიკეთებიეთ, დაიწყეთ ეგრე და მე თავისთავად მოგინდებათ მედიტაციების გაკეთება. მედიტაციებს მე ცალკე ვიდეოებს ავტვირთავ, ანუ რომ დაგაკვალიანოთ ლამაზი მუსიკით და ყველაფრით. მალე ავტვირთავ ამ ვიდეოებსაც, რისთვის რა მედიტაცია უნდა გავაკეთოთ. მე რა გააკეთეთ, იცით? ანუ ძილის წინ თუ მედიტაციას არ გააკეთებთ, უკვე რომ დაძინებას დააპირებთ და საწოლში დაწვევით, დაუწყეთ თქვენს თავს საუბარი, ანუ ტვინში თქვენ საკუთარ თავს ელაპარაკეთ, რომ აი მე ახლა ვარ უსაფრთხოდ, დღევანდელი დღე დასრულდა, ახლა ვარ მე ჩემს საწოლში, ყველაფერი არის კარგად, ხვალინდელ დღეზე მე არ ნერვიულობ, იმიტომ რომ ვიცი, რომ ღმერთი ყოველთვის დამეხმარება. დააჯერეთ ეს თქვენს ქვეცნობიერს, როგორც აღნიშნე წინა ვიდეოებში ხალხო, ჩვენი 90% ჩვენი ცხოვრების არის ქვეცნობიერი. ანუ ქვეცნობიერი მართავს ჩვენი ცხოვრების 90%-ს. ცნობიერი არის მხოლოდ 10%. ანუ რასაც ჩვენს ქვეცნობიერს ვაჯერებთ, ის გადმოაქვს რეალობაში მერე. და დააპროგრამეთ თქვენი ქვეცნობიერი, ესე გჯერათ თუ არ გჯერათ, ესაუბრეთ თქვენს თავს, მოატყუეთ თქვენს თავს. ოღონდ ესაუბრეთ თქვენს თავს. დააპროგრამეთ თქვენი ქვეცნობიერი. ფული გინდათ? მე ფული მაქვს. წარმოიდგინეთ, რომ ფული გაქვთ. ოღონდ აუცილებლად იყავით სპეციფიური, რამდენი გინდათ? სიტყვაზე მე მინდა 1 მილიონი. კარგი, რისთვის გინდა 1 მილიონი? შეგიძლიათ დაწეროთ კიდეც. ანუ 1 მილიონიდან სიტყვაზე 200.000 მაქვს, ვალს დავფარავ. 200.000 ბინას ვიყიდი, 100.000 სახლს გავარემონტებ, ანუ ჩამოწერეთ რისთვის გინდათ ეს ფული, რაში დახარჯავთ ამ ფულს. ეს არის ზუსტად მანიფესტაცია, ანუ თუ კი იძახით რომ ფული მინდა. ფული მინდა, რა ვქნა კაცო, მჭირდება ფული, რაში გჭირდება? ღმერთმა არ იცის რაში გჭირდება ფული. ღმერთს არ ესმის თქვენი ენა, ღმერთს ესმის თქვენი გრძნობა. მე მინდა ფული, დახუჭეთ თვალი. წარმოიდგინეთ რომ გაქვთ მილიონი, რაში დახარჯავთ ამ მილიონს? რას გააკეთებთ ამ მილიონით? მიეცით სიგნალი ღმერთს, რომ აი ამისთვის მინდა ეს ფული და მომეცი. იცით რას ვაკეთებ ხოლმე? აი სარკის წინ ვდგავარ და ვესაუბრები ჩემს თავს, ვეჩხუბები კიდეც. გუშინაც ჩემ თავს ძალიან ვეჩხუბებ, იმიტომ რომ რაღაცაზე ვფიქრობდი და აი შიგნიდან რაღაცა მითხრა, რომ არა შანსი არა ჩემს თავს, აი სარკის წინ ესე ვედექი და ვეჩხუბებოდი. რომ აი გაჩუმდი, საკმარისია. თუ კი სხვებისთვის შესაძლებელია, ჩემთვის რატო არ არის შესაძლებელი? ხალხო, გაიგეთ, რომ არავისე ნაკლები არ ხართ. როდესაც შინაგანად ჩვენ არ გჯერა, რომ ეს შესაძლებელია და ეს მარტო რაღაცა ერთეულებს შეუძლიათ, ჩვენთან ის არ მოვა. როცა ჩვენ არ გვწამს მაგისი, ჩვენთან ის არ მოვა. მთავარია რომ ირწმუნოთ და უთხრათ თქვენს თავს, რომ იცი რა, მე ეს შემიძლია, რატომაც არა. თუ სხვებმა გააკეთეს, მე რატო არ შემიძლია? ისინი თქვენზე უკეთესები არაფრით არ არიან. როცა ღმერთს აძლევთ ნიშანს, რომ ამისთვის მზად ხართ, ღმერთი იმას აუცილებლად მოგცემს. წარმოიდგინეთ ხოლმე, დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ცხოვრება, რაზეც ოცნებობთ, უკვე გააქვთ. ძილის წინ, როგორც გითხარით, აუცილებლად დაიწყეთ ფიქრი კარგ რაღაცეებზე. უთხარით თქვენს თავს, რომ ეხლა მე მშვიდად ვარ, ეხლა მე კარგად ვარ და იაცნებეთ. როდესაც უკვე ღამდება, ტვინი ავტომატურად გვეუბნება, რომ არის ძილის დრო და რო გძინავს, ვისვენებთ. ანუ ჩვენი ტვინი წყნარდება, ხო? ტვინის რაღაცა ნაწილი გამოყოფს მელატონინს, რომელიც გვაძლევს ბრძანებას, რომ ეხლა არის ძილის დრო. და როდესაც ტვინი გამოყოფს მელატონინს, ხო, ამ დროს ჩვენი ცნობიერი ნელ-ნელა წყნარდება და ქვეცნობიერი იწყებს მოქმედებას.
ხდებით? ანუ სწორედ ამიტომ ხედავთ სიზმრებს, ანუ სიზმრებს რო ხედავთ, ეგ ყველაფერი მოდის ჩვენი ქვეცნობიერიდან და ხანდახან ხო ხედავთ ადამიანებს, რომლებიც არასოდეს არ გინახიათ. ეგ ადამიანები თქვენ სადღაც ნახეთ, მაგრამ ცნობიერად არ გახსოვს, მაგრამ იმთენად დიდი ძალა ქვეცნობიერს, რომ ქვეცნობიერმა დაიმახსოვრა. ხო არის ბევრჯერ რომ რაღაცა აი ძალიან ისეთ დრაკონებს ნახულობთ, რაღაცა დინოზავრებს ნახულობთ. ეხლა ესენი შეიძლება კინოებში ნახეთ, სადმე ნახეთ, მაგრამ სხვა ფორმით გადმოაქვს. ხვდებით? ანუ ჩვენს ქვეცნობიერს. მაგიტომ ხედავთ სიზმრებს და სიზმრებს მიაქციეთ დიდი ყურადღება, იმიტომ რომ ქვეცნობიერი რაღაცას გელაპარაკებათ. და ყველა სიზმარს ნუ მიიღებთ პირდაპირ. აი რაღაცა ცუდი მოხდა სიზმარში და აი იძახით რომ აუ რაღაცა ცუდი მოხდება. ცუდი მოხდება თუ ეგრე მიიღებთ. იცით რა არის? ანუ ზოგჯერ ჩვენი ქვეცნობიერი ისეთ სიგნალებს გვაძლევს, რაღაცა ერთი და იგივე ხო არის, რომ სულ ერთი და იგივე სიზმრებს ხედავთ. იცით რა ქენით თუ ერთი და იგივე სიზმრებს ხედავთ? წადით თქვენს წარსულში და დაუკავშირეთ თქვენი რაღაცა მოვლენა, რამაც ძალიან დაგსტრესათ, რამაც ძალიან ცუდად იმოქმედა თქვენზე. აი ამ სიზმრებს. იმიტომ რომ რაღაცის გაშვება უნდა ქვეცნობიერს, რაღაცა ახსენდება, ის რაც ესე ძალიან ღრმად ჩაჭედეთ თქვენს ქვეცნობიერში. ცუდ მოვლენებს ადამიანი იღებს ძალიან მარტივად, რომელიც რჩება ჩვენს ქვეცნობიერში და მე რო გძინავს, ანუ აი ესე კინოსავით, ხო, ქვეცნობიერი ამ ყველაფერს ისე უგვანახებს ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენ ის არ გავუშვით. ჩვენ იმას რო ვიხსენებთ, თავს ცუდად გრძნობთ. არც კი გვინდა ხანდახან იმების გახსენება, რომ თავი ცუდად არ ვიგრძნობთ, მაგრამ ქვეცნობიერი გვახსენებს ამას ჩვენ სიზმრებში და ჩვენს რეალურ ცხოვრებაშიც კი. მომენტები, რომლებიც ასე ცუდად გვაქვს ჩაჭედილი, ხო? ტვინში, ის ჩვენ ცხოვრებაზე აისახება. თუ კი არ გავუშვით. ეგ ყველაფერი უნდა გავუშვათ. წარსული უნდა გავუშვათ. ამას ჩემს ყოველ ვიდეოში ვიტყვი. ერთი და იგივეს გავიმეორებ, სანამ ხალხი ამას არ მიხვდება და არ გააკეთებს. იმიტომ რომ ეს არის ბედნიერება ხალხო. როცა წარსულზე აღარ ფიქრობ და ესე წარსულზე არ ხარ მიჯაჭვული, ხო? ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება. გაუშვით წარსული. გაუშვით. იცით როგორ გაუშვით? დაუპირისპირდით, ნუ გეშინიათ იმ ცუდი მოგონებების გახსენება. გაიხსენეთ, არა უშავს იგრძენით იმ მომენტში თავი ცუდად. ამოიტანეთ ეს ემოციები, იმიტომ რომ იმდენად გვეშინია იმათი გახსენება, რომ არც კი ვიხსენებთ ამასობაში ეს ჩაჭედილია ჩვენს ქვეცნობიერში და ისე გტანჯავს ფიზიკურადაც და ან ცხოვრებაშიც რომ ჩვენ ვერც კი უხდებით რატო ვიტანჯებთ, იმიტომ რომ არ ვუშვებთ. ნუ გეშინიათ. გაიხსენეთ ის ცუდი რაღაცები, რაც დაგემა, ისე ვიგრძენით. ისე ვიგრძენით და უთხარით თქვენს თავს, ჩააგონეთ თქვენს ქვეცნობიერს, რომ მე ამას ვუშვებ, მორჩა, აღარ მინდა მე ეს მოგონება. აღარ მინდა ამ მოგონებამ ჩემი ცხოვრება მართოს. მოგონებებს ვერ დავივიწყებთ, ანუ გამორიცხულია, მაგრამ შეგვიძლია რომ ამ მოგონებებს უფლება აღარ მიუცეთ, რომ ჩვენ და ჩვენი ცხოვრება გმართოს. დაიწყეთ საკუთარ თავზე მუშაობა, მარტო სხეულის მოვლა საკმარისი არ არის. ბედნიერება არის ჩვენს შიგნით, სხეულის შიგნით. ბედნიერება არის აი აქ. მიაქციეთ ყურადღება, ვინ ყავთ თქვენს ირგვლივ. არ დაიჯეროთ ყველაფერი, რასაც გეუბნებიან, მახინჯი ხარ, ესეთი ხარ, ასეთი ხარ, ზოგს შურს, ზოგს უნდათ რომ თავი ცუდად გაგრძნობინოთ. ბევრს არ მოეწონება თქვენ თუ ეს გზა აირჩიეთ, იმიტომ რომ თქვენი პიროვნება სრულიად შეიცვლება და ყველა ნეგატიურ ადამიანზე უარს იტყვით. შეიძლება ანუ ძალიან დიდი ხნის მეგობრებიც კი ჩამოიშოროთ, იმიტომ რომ ანუ იცი რა, მე აღარ მინდა ნეგატივი ჩემს ცხოვრებაში, მორჩა. ერთ დღეს თქვენს თავს მადლობას გადაუხდით, რომ აი მადლობა რომ ამ ყველაფერს მივხვდი და აი ყველაფერი დაიწყე. იკითხეთ წიგნები, უამრავი წიგნებია. უყურეთ ვიდეოებს, თუ კი ინგლისური იცით, ინგლისურად არის უამრავი ვიდეოები, ქართულად სამწუხაროდ არ გვაქვს ამდენი ინფორმაცია, რამდენიც ინგლისურად ან რუსულადაც კი დევს, ხო? თუ გესმით რუსული, ინგლისური, თუ არის ქართულად ყველა ვიდეო, რასაც შეხვდებით ქართულად, ამასთან დაკავშირებით უყურეთ და გააკეთეთ. თავარია გააკეთეთ ყველაფერი. ავარჯიშეთ თქვენი ტვინი, ავარჯიშეთ თქვენი ტანი. და ნახეთ თქვენი ცხოვრება როგორ შეიცვლება. დღეისათვის სულ ეს იყო, როგორც გვერდებით ყველა ვიდეოში ბევრ ვიდეოებს ავტვირთავ საკუთარი თავის განვითარებასთან დაკავშირებით, გასწავლეთ მედიტაციებს, იოგებს და ასე შემდეგ. ძალიან კარგი გეგმები მაქვს თქვენთვის. თუ კი ჩემი გვერდი გამოწერილი არ გაქვს, გამოიწერე, რომ ვიდეოები არ გამოგრჩეს. ძალიან დიდი მადლობა, კარგად.